შენ რომელ თვისებასაც ქილს გაცვლიდი სხვა შენთვის სასურველი თვისების საანსლოდ, მაგალითად პრესის 2 კუბიკი 10 IQ საანსლოდ. პრესის 2 კუბიკი რა არის ჯერ თუ არის 8 მანიც უნდა იყოს. ესე ღიპი რო კონდეს და 2 კუბიკი მართლა არ მოუხდება. აუ მაშინ 40 IQ უნდა გაცვალ. სკოლა რომ დავამთავრე, ბევრს ვარჯიშობდი და მაგალითანზეც ვიყავი. და შემდეგ დავიკიდე და მივხვდი რომ ჯობია ცოტა გონება ვავარჯიშო, ვიდრე პრესები. ამიტომ კუბიკებში 1 IQ-საც არ გავცვლიდი. თან კუბიკები არც არის სიძლიერის სიმბოლო, იცით? აქ სიმაღლესაც გააჩნია, დაბალი ადამიანი ბევრად უკეთესად იკუნთება. რომ ავიღოთ მაგალითად სტრონგმენები, ძლიერი კაცები. სტრონგმენები ვინც არიან თითქმის არავის არ აქვს კუბიკები, პირიქით ყველას ღიბი აქვს. თუნდაც შეეული საბრძოლო ხელოვნებები რო ავიღოთ, ძიმე წონის ტიპი ხო ითვლება რომ ყველა დაბალ წონას ერევა. ძიმე წონის გოუთები ყველაზე მაგრები რომ გაჩვენოთ ახლა. ნახეთ როგორი ღიბი აქვს. ჯონ ჯონსი, მაგალითად ემილიანენკო, კორმინი. ბავშვობაში ემილიანენკოს რო ხედავდი, ეს პუტკუნა კაცი რო იყო, ყველაზე ძლიერად რო ითვლებოდა მსოფლიოში, რომელსაც ვერავინ ვერ მოერევა. თან მიგვირდა. იმიტომ რომ მეგონა რომ კუნთები უნდა ყოფილიყო თავარი.